გამარჯობა. 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 გამარჯობა ნეო. გამარჯობა. მე ვარ მუსლიმანი ადამიანი და ესეც შეკითხვა მაქვს შენთან მიმართებაში. დებატი არის. რატო არის? როგორ? დებატი არის გინდა? ხო, რა, ვიდებოდით, რა ზეა პრობლემა. ანუ უბრალოდ მაინტერესებს შენი მოსაზრება და უბრალოდ გავარკვიოთ თუ რომელი ვარ სწორი რა, უბრალოდ. ხო ხდება ეს მომინდა. აი, რატო არის შენთვის ისლამი მცდარი რელიგია? და აი საერთოდ არის თუ არა შენთვის მცდარი რელიგია ისლამი? მცდარი რელიგია ჩემთვის მარტივი მიზეზი არის ამის მარტივი მიზეზი მაქვს რა. ისლამს აქვს ყურანში, ანუ ამ შემთხვევაში ყურანი, რაც ისლამს გვაცნობს ეხა ჰადისების გარეთ, ხო, ანუ თავარი გამოცხადება, revelation, ღმერთის სიტყვა, ხო? აქვს რაღაცა პოზიციური სიმართლის მტკიცებები, რომ არის ღვთაებრივი წიგნი და ასევე ეს მოიაზრებს იმას, რომ თვითონ უწესებს საკუთარ თავს წიგნი ამ კრიტერიუმს, რომ იგი არის გაგრძელება დამადასტურებელი საბოლოო revelation-ი, თორასი და ინჯილი, თორა და ინჯილი ღვთაებრივი წიგნებიაო, ამბობს და ყურანი არისო მე საბოლოო revelation-ი, რომელიც ამ ყველაფერს ერთად კრავს და ადასტურებსო. პრობლემა ამ შემთხვევაში, რაც ყურანს აქვს ჩემი აზრით დილემა, არის ის, რომ თორას და ინჯილის სწავლებაში, ანუ შეთავსებადობაში ყურანი არ არის, ანუ წინააღმდეგობაში მოდის. იმიტომ არის ყურანი ჩემთვის გამორიცხული, რომ ჭეშმარიტი იყოს. ანუ თუ ისლამი იქიდან გამომდინარეობს, რომ თორა და ინჯილი შეცვალეს ადამიანებმა, თავიანთი წესებით ჩადეს ამ ყველაფერში და მაქედან გამომდინარეობს ისლამი, რომ ისლამი არის ბოლო და უკანასკნელი და შეუცვლელი რელიგია არის. და მაქედან გამომდინარე არ არის? ანუ უბრალოდ საიდან მოვიდა მაშინ ეს რელიგია თუ არის ქრისტიანობა სწორი, საიდან არის ისლამი? ეტყვი. პრობლემა არის შენს განცხადებაში ამ შემთხვევაში ჩემი აზრით და აღიხსნი რა პრობლემაა. კი ბატონო. ყურანში მე-6 სურას 115 აიათში წერი ასეთი რაღაც, რომ ალაჰის სიტყვები არ იცვლება. ასევე მე-18 თავის 27 მუხლში წერია მსგავსი რამე, რომ ალაჰის სიტყვები ზოგადად არ იცვლება. შესაბამისად, როდესაც ამბობ, რომ გადაკეთდა ინჯილი და თორა და არ არსებობს დღევანდელი სახით და არის სრულიად გადაკეთებული, მოიაზრებს და ჩემი აზრით წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ მე-6 სურას 115 აიათთან. მეორე პრობლემა შენს განცხადებაში არის ის, რომ შენ რასაც ამბობ, ამას ყურანი არ ამბობს. ეს არის შენი პირადი სუბიექტური აზრი. ყურანი არ ამბობს, რომ გადაკეთებულია. ყურანი თორას და ინჯილს ღვთაებრივ წიგნებად მოიხსენიებს. მეტიც. მაგრამ ადამიანებმა შეცვალესო. როგორ? ადამიანებმა შეიტანეს ამაში წვლილიო. აი ალბათ მეორე სურას გულისხმობ, მეორე სურადან გიდა ალბათ 69 ან მე-60. კი, კაკითხული მაქვს, ახლა კონკრეტულ სიტყვას გავიხსენ, მაგრამ ადამიანებმა რო შეცვალეს, მაგიდან გამომდინარეობა. ვინც ცვლიან, რაც ესმით ესეთი რაღაც წერია, ანუ გაგების, ანუ აქ არის მიმართვა კონკრეტულ ჯგუფზე იუდეველების, რომლებიც არ მიყვებოდნენ იმ სწავლებას, რომელიც მათ რეალურად გარდმოევლინათ. ხო გესმის? თორე თვითონ ღმერთის სიტყვების შეცვლა, უშუალო revelation-ის, უშუალო გამოცხადების შეცვლა შეუძლებელია. მაგიტო ამბობთ მუსლიმები, რომ ყურანი არის შეუცვლელი წიგნი, იმიტომ რომ არის ღმერთის სიტყვა. თუმცა პრობლემა, რომ ანალოგიურად თორა და ინჯილი არის ღმერთის სიტყვა. თუ ამბობ, რომ გადაკეთებულია, ყურანიდან უნდა დამიდასტურო რომელიმე აიათით, რომ მართლა გადაკეთებულია, თუმცა ყურანი ამას არ ამბობს. მეტიც, ყურანი ამბობს მე-10 სურას 94 აიათში ასეთ რამეს, რომ მუჰამედ შენ თუ ეჭვი შეგიპყრობს იმაში, რაც ჩვენ გარდმოგივლინეთ, მაშინ დაეკითხე წიგს, ვინც კითხულობდნენ შენამდე, ამ თორას და ინჯილს. შესაბამისად, მუჰამედს იმ დროს იმ პერიოდში ჰქონდა თავისი ჭეშმარიტობის გადამოწმების, ანუ თავისი გამოცხადების ჭეშმარიტობის გადამოწმების შესაძლებლობა, თუ დაეკითხებოდა იმ ადამიანებს, ვინც თორას და ინჯილს კითხულობდნენ. შესაბამისად, როგორ შეიძლება რომ თორა და ინჯილი რამენაირად ჭეშმარიტი არ იყოს? შეუძლებელია, ეს არის ჩემი არგუმენტი. ანუ კი, მაგრამ რატომ, რა მიზანი ქონდა ისლამს? ანუ თუ კი ეგ სწორი იყო, თორა და ინჯილი, ანუ რა მიზანი ქონდა ისლამს? რატო არის? ზოგადად სხვათა შორის იოანე პირველი წერილის მეორე თავის 22 მუხლში ამბობს, ესეც საინტერესო რამეს, რომ ვინც უარყოფს, რომ მამას ვინც უარყოფს და ვინც უარყოფს, რომ იესო არის ძე, ის არის ანტიქრისტე. პირდაპირ ამბობს.
აი ეს კრიტერიუმი ანუ იდეალურად აკმაყოფილებს მუჰამედი მაგ კრიტერიუმს ანუ პირდაპირ არის უარყოფილი ყურანში ესეთი რაღაც რომ ალაჰი არავის მამა არ არის კატეგორიულად გამორიცხულია მუსლიმი თუ იტყვის რომ ალაჰი მამა ღმერთს გმობს რო იცოდე შენ ვერ ილოცე მამაო ჩვენო ესეთ რამეს ვერ იტყვი და მეორე კატეგორიულად არის უარყოფილი რომ ალაჰს ძე ყავს შესაბამისად კატეგორიულად უარყოფილი არის რომ იესო ძე არის შესაბამისად გაფრთხილება ანუ ზოგადად მიზანი ჩემი აზრით ისლამის ანუ მარტივად ჩანს ჩემს წმინდა წერილში ანუ იოანე წინასწარ წერს ამას რომ ის ვინც მამას და ძეს უარყოფს ანტიქრისტია და გამოჩნდებიან უამრავი სრულ წინასწარ მეტყველები რომლებიც უამრავ ხალხს შეაცდენენ და შესაბამისად ჩემი წმინდა წერილი ამ ყველაფერზე წინასწარ იუწყება გასაკვირი არ არის რომ სხვადასხვა რელიგიები არსებობს იმიტომ რომ ზოგადად არსობრივად ურწმუნოება ათეიზმი კი არ არის ურწმუნოება ნამდვილი ღმერთის რო არ გწამს ეგ არის ურწმუნოება სოდომ გომორში ვინმე ურწმუნო იყო გონია ყველა მორწმუნო იყო იქ ბიბლიამ ათეისტი რა არის ვაფშე არ იცის მაგრამ აი ეგეთი მორწმუნოები იყვნენ ნამდვილი ღმერთის არ სწამდათ ურწმუნო არის ვინც იმ ღმერთს ადიდებს რომელიც არ არსებობს ათეისტი კი არ არის მარტო ურწმუნო ათეისტის რაღაცას აღმერთებს მოგესმის საქმეც მაგაშია რომ აი ისლამ როდესაც წამს შენ აი რასაც ვერ ხედავ ის უნდა იწამოს